თუ გინდა დიდი ფული გამოიმუშაო, ერთი მარტივი შეცდომა არ უნდა დაუშვა და ამ შეცდომაზე ვისაუბროთ ახლა. შეიძლება ცოტა გზლად გამომივიდეს, მაგრამ არაუშავს და ასევე შეინახე, დაალაიქე ეს ვიდეოც და როცა უყურებ კომენტარში გამიზიარე შენი აზრი. მე ყოველთვის ჩემს სტუდენტებს ვთხოვ ხოლმე ერთ რაღაცას. თითოეულ დამკვეთს მივუდექით როგორც პარტნიორი. პარტნიორის მთავარი მოვალეობა რა არის? რომ რაღაც სუსტი წერტილები გამოასწოროს, რაც კარგია შეინარჩუნოს, მუდმივად ზრდაზე იფიქროს, განვითარებაზე და ასე შემდეგ. ჩვენ ფრილანსერები ზუსტად ანალოგიურად ასე უნდა მოვიქცეთ. შენობითში კი არ უნდა ვისაუბროთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჩვენობითში. მაგალითად, რა მაგარი ვიდეო გამოგვივიდა, რა მაგარი პროექტი შევქმენით, რა მაგარი კონტენტ იდეების დავაგენერირეთ და ასე შემდეგ. ანუ მუდმივად ვისაუბროთ ჩვენობით ფორმაში და ამით დამკვეთს ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ საქმეში ვართ. უბრალო და რაღაც პროექტი კი არ არის და ვიღაც ფრილანსერები კი არ ვართ, ჩვენ ვართ პარტნიორები, რომლებიც მართლა ღელავენ ამ პროექტის წარმატებას. როგორც კი ამას იგრძნობს თქვენი დამკვეთი, შემოსავალიც გაათმაგდება, რადგან მისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გვერდში ჰყავდეს პარტნიორი და არა ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფულზე არის დაგეშილი, ასე ვთქვათ რა. რა თქმა უნდა, შემოსავალიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მუღამი ეგ არის, რომ საქმეში ვიყოთ როგორც დაინტერესებული პირი და მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი თითოეული კონტრიბუცია. ეგ არის და ეგ, ანუ ვიყავით პარტნიორები და არა ფრილანსერები. რადგან პარტნიორი უფრო დიდ წარმატებას აღწევს, ვიდრე ერთ პროექტზე ჩაციკლული ადამიანი, რომლისთვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გრძელვადიან შედეგებს რა. მე პირადად, მე თვითონაც და ჩემს სტუდენტებსაც ყოველთვის ამას ვურჩევ ხოლმე და მეც ასე ვიქცევ იდეაში, რომ თითოეული პროექტი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, თითოეული დამკვეთი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და ვცდილობ, რომ იმ საქმეში, რომელშიც ვარ, გამოვჩდე როგორც დაინტერესებული პირი, როგორც პარტნიორი და საბოლოო ჯამში დიდ წარმატებასაც მივაღწიო რა, მათთან ერთად. რადგან მათი წარმატება უდრის ჩემ წარმატებას და მათი გაზრდილი შემოსავლები უდრის ჩემ გაზრდილ შემოსავლებსაც. არ იყოთ ვიღაც ფრილანსერები, იყავით პარტნიორები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არ იცით როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები ფრილანსინგში, ამისთვის ძალიან მარტივად შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემს LinkedIn გვერდზე, მომწეროთ, რომ დაინტერესებული ხართ ჩემი ერთთვიანი პროგრამით, რომელსაც ქვია გზა ფრილანსერობამდე, გაგიზიარებთ დეტალებს და შეძლებთ, რომ შემოუერთდეთ ამ ერთთვიან ინტენსიურ პროგრამას. მერე უკვე ყველაფერი დროის ამბავია, იმიტომ რომ წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. მადლობა და დროებით.